ფეხბურთს ბევრი სასწაული უნახავს. თუმცა დღეს მე მოგიყვებით ერთ პატარა ინგლისურ ზღაპარს, სადაც დავითი ამარცხებს გოლიათს და ჩემპიონი ხდება. 2016 წლის პირველი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია სწორედ ლესტერს უკავშირდება. სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ. თუმცა ეს მოხდა. ლესტერმა ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საფეხბურთო სამყაროს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ დიდი ფული არ არის საკმარისი. 2014-15 წლების სეზონში ძლივს გადარჩენილმა ლესტერმა ახალი სეზონის სტარტზე ნაიჯელ პირსონი გაუშვა და კლაუდიო რანიერი მოიყვანა. კაცი, რომელიც რამდენიმე თვის წინ საბერძნეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს. მედიამ ეს გადაწყვეტილება ირონიით მიიღო. ბევრმა იწინასწარმეტყველა, რომ ლესტერი პრემიერ ლიგიდან გავარდებოდა. იურგენ კლოპი, არსენ ვენგერი, პეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო. ეს იმ მწვრთნელების არასრული ჩამონათვალია, რომლისთვისაც რანიერს წინააღმდეგობა უნდა გაეწია. მაგრამ დადგა 8 აგვისტო. დაიწყო პრემიერ ლიგის ახალი სეზონი. მასპინძელმა ლესტერმა კი სანდერლენდს 4-2 სძლია. მელიების მესეჯი აშკარა იყო, რომ ისინი მხოლოდ გადარჩენისთვის არ იბრძოდნენ. აგვისტო-სექტემბერში ლესტერს 6 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. თუმცა შემდეგ 26 სექტემბერს არტენელმა 5-2 დაამარცხა ისინი. კვლავ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ლესტერი სეზონს წრილის ბოლოში დაასრულებდა. ლესტერის შემტევითი ხაზი იმ დროს საინტერესოდ გამოიყურებოდა. ჯეიმი ვარდი, რომელიც ოდესღაც ქარხანაში მუშაობდა, თამაშობდა ქვედა დივიზიონებში და ეუბნებოდნენ, რომ ვერასდროს მიაღწევდა დიდ წარმატებას, იმ სეზონში რეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა გოლები. ასევე რიად მაჰრეზი, ალჟირელი ვინგერი, რომელიც სულ მხოლოდ 400.000-ად იყო ნახეთი, ბევრი სკეპტიკოსი უწინასწარმეტყველებდა, რომ სუსტი ფიზიკით ვერ გაუძლებდა პრემიერ ლიგის ტემპს. თუმცა მაჰრეზმა ამ სეზონში დაამტკიცა, რომ მისი ტექნიკა და სიჩქარე ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედ ძალად აქცევდა მას. ასევე ოკაზაკი, იაპონელი თავდამსხმელი, რომელიც ხშირად ჭრილში რჩებოდა, თავისი შრომის მოყვარეობით და მოძრაობით ქმნიდა სივრცეებს ვარდისა და მაჰრეზისთვის. კანტე კი იმ დროს ნახევარდაცვის ბურჯი გახდა. ექსპერტები საშუალო დონის ტრანსფერად მიიჩნევდნენ მას, მალე კი ის იქცა ლესტერის ენერგიად. ერთ მატჩში საშუალოდ 6-ზე მეტი ჩაჭრით და ბურთის დაბრუნებით. თითქოს 2 ფეხბურთელის საქმეს აკეთებდა. ნახევარდაცვა ფაქტობრივად ინგოლო კანტეს ეჭირა. დრინკ-უოტერთან ერთად. იმ სეზონში ლესტერმა კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა და ეს კასპარ შმეიხელის დამსახურებაა. პასუხისმგებლობით სეზონის განმავლობაში მან გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობა გამოავლინა. ლივერპულთან, ტოტენჰემთან, მანჩესტერ სიტისთან. მისი სეივები ხშირად იყო ზღვარი გამარჯვებასა და მარცხს შორის. შმეიხელი არა მხოლოდ მეკარე, არამედ იყო ლიდერი, კაცი, რომელიც გუნდს ყოველთვის ამხნევებდა, როცა წნეხი ყველაზე მძაფრად იყო. კლაუდიო რანიერი, მწვრთნელი, რომელსაც კარიერა ცუდად მისდიოდა, ლესტერში სულ სხვა ფილოსოფიით მოვიდა. იგი ტაქტიკად მარტივ 4-4-2-ს იყენებდა, რომელიც ეფუძნებოდა კონტრშეტევებსა და დაცვით დისციპლინას. გარდა ამისა, რანიერი ხშირად ხუმრობდა, ნაკლებს ეწველას აყენებდა მოთამაშეებს. ცნობილი გახდა მისი სიტყვები: "დაი 40 ქულა ავიღოთ და მშვიდად ვიყოთ. დანარჩენი კი ბონუსია." ყველა მოთამაშე ზუსტად იცოდა თავისი როლი. ვარდიცი სისწრაფითა და პრესინგით გამოირჩეოდა, მაჰრეზი ფლანგზე შემოქმედებით, კანტე შუაში ორმაგი ენერგიით. რანიერის სტილი იმდენად ეფექტური იყო, რომ მოწინააღმდეგეები ვერ უპირისპირდებოდნენ ლესტერის სწრაფ კონტრშეტევებს, რაც სეზონის ხელნაწერად იქცა. შესაბამისად, ლესტერის სეზონი სავსე იყო მატჩებით, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროს შოკში აგდებდა. ასეთია მაგალითად 2015 წლის 4 დეკემბერს გამართული შეხვედრა ჩელსისთან, სადაც მაჰრეზისა და ვარდის გოლებით მელიებმა დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი. ასევე 2016 წელს გამართული შეხვედრა მანჩესტერ სიტისთან, ეტიჰედზე, სადაც მელიებმა 3-1 სძლიეს მეტოქე. ლივერპულის ენფილდზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ლესტერმა იქ მუდმივი კონტროლითა და ვარდის ბრწყინვალე დუბლით მოიპოვა 3 ქულა და ლივერპული 2-0 დაამარცხეს. 2016 წლის 2 მაისის დაპირისპირება ტოტენჰემსა და ჩელსის შორის გადამწყვეტი აღმოჩნდა ტიტულის მოსაპოვებლად. თუ ტოტენჰემი მოუგებდა, მაშინ საჩემპიონო ბრძოლა გაგრძელდებოდა. ტოტენჰემი ჩელსის 2-0 უგებს. ლესტერის ოცნება კვდება, მაგრამ ჩელსი თამაში ბრუნდება. კეჰილი იტანს გოლს. შემდეგ აზარი ულამაზის დარტყმით ანგარიშს ათანაბრებს და იმ წელს პირველად კლუბის ისტორიაში ლესტერმა პრემიერ ლიგის თასი მოიგო. ეს იყო წელი, როცა ფეხბურთმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ სასწაულები ხდება. კლაუდიო რანიერის მიდგომითა და ფეხბურთელების გარჯით ლესტერმა პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო.